ეხლა გავიგოთ თუ როგორ მოახერხა არისტარქემ გაეზომა მანძილი მზემდე. რაც წინა გაკვეთილში ვნახეთ, იგივე მეთოდით შეიძლება მზემდე მანძილის გამოთვლაც, მაგრამ იგივე მონეტის მაგალითზე მანძილი ისე შეეფარდება დიამეტრს, როგორც 110. ამ შემთხვევაში 110 ვიღებთ, მზის შემთხვევაშიც, რადგან მზეც თითქმის იგივე ზომის ჩანს ცაზე, რაც მთვარე და მონეტა იგივე მანძილზე მოგვიწერს დაჭერა მზესა და მთვარს შორის, რომ ასე ვთქვათ, დავფაროთ მზე. და ამის გამო შეფარდება თითქმის იგივე სტოლია და ამ მეთოდითაც შეგვიძლია გავიგოთ მზემდე მანძილი ერი. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ არ ვიცით d დიამეტრი მზის. მთვარის შემთხვევაში ეს ვიცოდით. ეხლა როგორ მოახერხა მან გაეზომა ეს მანძილი ერი მზემდე. არც მზის დიამეტრი ვიცის და არ შემდეგ. ამისათვის მან მოიფიქრა ასეთი რამე. დავხატოთ მზე სიგოთ მზე, რომელიც ანათებს და აქეთ დედამიწა, მთვარე და არისტარქე აკვირდებოდა იმ მოვლენას, როდესაც იყო ნახევარმთვარის პერიოდი. ნახევარმთვარის პერიოდი არის, როდესაც მთვარე დაახლოებით აქ იმყოფება დედამიწიდან, მზის სხივები ენათება ამ მხრიდან და შესაბამისად ერთი მხარე ნათელი აქვს მთვარეს აქეთ, მეორე ბნელი და ჩანს როგორც ნახევარი მთვარე. დედამიწიდან ვაკვირდებით, თქვათ, აქ იმყოფებით, რაღაც აი ამ ცას და ამ დროს მთვარე არის ცაზე, სადღაც წერტილში და გვეჩვენება ნახევარმთვარით. შემდეგ დედამიწა თავის ღერძის გარშემო კიდევ დატრიალდება, თქვათ, ცა, რომელსაც ხედავთ იქნება ასე. და ამ დროს დავინახავთ აქეთ მზესაც და ერთ მეორე მხარეს მთვარესაც. არისტარქე ამ დროს აკვირდებოდა ამ ყველაფერს, როდესაც ჩანს ცაზე მზეც და მთვარეც, ანუ ნახევარმთვარეობის პერიოდში. ეხლა აი აქ ნახევარმთვარეობის პერიოდს იმიტომ აკვირდებოდა, რომ ნახევარმთვარეობის დროს აი აქ კეთდება მართკუთხა სამკუთხედი, ანუ აი ეს კუთხე გამოდის 90 გრადუსი, მთვარე ამ დროს ისეთ ადგილას იმყოფება. და თუ ვიპოვით ეხლა აი ამ ორ კუთხესაც მართკუთხა სამკუთხედში, მაშინ შეგვეძლება ვიპოვოთ მზემდე მანძილი, რომელიც აღვნიშნოთ ერით. ესეც ერთ-ერთი წესია, ვიცით მათემატიკიდან, თუ ვიცით სამკუთხედის შიდა კუთხეები სამივე და ერთ-ერთი გვერდიც, თქვათ, მთვარემდე მანძილი, ესი, რომელიც წინა გაკვეთილში ვიპოვეთ, მაშინ შეგვიძლია სხვა გვერდის პოვნაც. და ეხლა განსაზღვრული არისტარქეს ქონდა მხოლოდ აი ეს კუთხე, რაც ცაზე მან მოახერხა, ჩანს ორივე სხეულის შორის კუთხე, განსაზღვრა და იპოვა, რომ ეს არის 87 გრადუსი. თუ ეს არის 87 გრადუსი, მაშინ აი ეს კუთხე აქ უნდა იყოს 3 გრადუსის ტოლი, რადგან ყველა კუთხის ჟამი სამკუთხედში 180 ტოლია. და შემდეგ უკვე მათემატიკური ფორმულების გამოყენებით იპოვა ერის სიდი d. ეს ერის სიდი d მიიღო მთვარემდე მანძილზე 20 ჯერ უფრო დიდი და სიამდვილეში შეცდა უნდა მიიღო დაახლოებით 400 ჯერ უფრო დიდი. და დღეს ვიცით, რომ ეს მანძილი, მზემდე მანძილი არის 150 მილიონი კილომეტრის ტოლი. და რატო შეცდა? იმიტომ რომ აქ აიღო 87 გრადუსი კუთხე, სიამდვილეში ამ დროს კუთხე აქ არის 99.8 ტოლი და 0.2 გამოდის მაშინ აქ კუთხე. და ამ დროს უფრო ახლო სიდიდეს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს გამოთვლის მეთოდიც უხეშია, აქ კუთხის ვერსიოთ უხეში იყო მის შემთხვევაში და ბევრი რიცხვი შეიძლება მიიღო, ცდომილება დიდი იყო და ყველაზე პატარა რიცხვი იმიტომ არჩი ალბათ რომ ვერ წარმოედგინა მას და იმ დროს ალბათ არავის წარმოედგინა რომ მზე შეიძლება ასე შორს ყოფილიყო. მთვარემდე მანძილი არის 384,000 კილომეტრი
და მზემდე ამდენი 150 მილიონი კილომეტრი ძალიან წარმოუდგენელი იყო, ესეც რაღაც თვარის ზომის ბურთი უბრალოდ ნათი წარმოუდგინეთ ალბათ იმ დროს და მაგიტო ვერ წარმოუდგინე ასე შორ მანძილზე მისი ყოფნა. დღეს ვიცით, რომ ეს მანძილი დედამიწიდან მზემდე არის 150 მილიონი კილომეტრი. ხანდახან ცოტა ნაკლები, ხანდახან ცოტა მეტი, რა თქმა უნდა, ესეთი კაი რიცხვი არ არის. დეკემბერში არის დაახლოებით, როდესაც ყველაზე ახლოს მიდის მზესთან დედამიწა, 159 მილიონი რაღაც რიცხვები აქვს და რამოდენიმე კილომეტრით მეტია, როდესაც არის ზაფხულში, ივნისში დედამიწა ყველაზე შორს. სულ ეს იყო ამ გაკვეთილებში. და შემდეგში გადავალთ უკვე სხვა საკითხებზე.